ამ წუთებში ვაშინგტონში პენტაგონის შენობიდან ყველა თანამშრომელს ევაკუაციას უტარებენ, რადგან შენობაში საშიში მასალების გაჟონვა აღმოაჩინეს. იტყობინებია, რომ პენტაგონის რამდენიმე სართული და კორიდორი დაიბლოკა, ხოლო დანარჩენი ევაკუირებული იქნა მას შემდეგ, რაც მათ ჰაერში გარკვეული საშიში ნივთიერების არსებობა აღმოაჩინეს. ხოლო შემთხვევაში შენობაში ამოქმედდა ავტომატური სპეციალური სენსორები, რომლებიც საშიშ ნივთიერებებს აფიქსირებენ. და იუთხებია, რომ სისტემა ამოქმედდა, რადგან მიიჩნია, რომ შენობაში აღმოჩენილია ციმბირის წყულის სპორები. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ასეთი ინფორმაცია პენტაგონის ევაკუაციის შესახებ ვრცელდება იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ აშშ-ს არმია არა მხოლოდ ახალ იერიშს ამზადებს ირანზე, არამედ დაემუქრა ირანის ხარკის კუნძულის სრულ სამხედრო ოკუპაციასაც, რომლისგანაც თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ირანის ნავთობის ექსპორტი. და უკვე ირანში მოუწოდებენ მეზობელ ქვეყნებს ევაკუაციისკენ, რადგან პასუხად ირანი ამზადებს ყველაზე ძლიერ დარტყმას. და რადგან უკვე შევძელით თქვენი ყურადღების მიფხრობა პენტაგონის ევაკუაციის თემით, მინდა ამ გამოშვებაში ასევე განვიხილო ამერიკელების მიერ ირანის ხარკის კუნძულის დაპყრობის ალბათობის თემა. რატომ არის ის მნიშვნელოვანი? როგორ იცავენ მას ირანელები? და რატომ დაიწყო უკვე ბოდიშით დონალდ ტრამპმა უკან დახევა? და სულ რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც განაცხადა, რომ კუნძულს დაიკავებს, დაამატა, რომ არ არის დარწმუნებული, თავად ამერიკელები თუ სურთეს. და ზოგადად განვიხილოთ ახლო აღმოსავლეთიდან ბოლო სიახლეებს. მე ალექსეი პეჩივა. დაალაიქეთ, დაწევეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწევეთ ჩემი ტელეგრამ არხი, Pechi News-ი. პული არს ემოცემულია ამ ვიდეოს აღწევაში. ვაშინგტონში პენტაგონის შენობაში გამოცხადდა ნაწილობრივი ლოკდაუნი და რამდენიმე სართულის ევაკუაცია ჩატარდა, რადგან დაფიქსირდა ჰაერის ხარისხის პრობლემა და საშიში ნივთიერებების გავრცელების საფრთხე. ინციდენტის ადგილზე ამოქმედდა საგანგებო უსაფრთხოების პროტოკოლები. და აი პენტაგონის პრეზიდენტმა შონ პარნელმა დაადასტურა, რომ შიდა მონიტორინგის სისტემებმა დააფიქსირეს ჰაერის ხარისხის მაჩვენებლების გაუარესება, რაც შეიძლება მიუთითებდეს საშიში ნივთიერების გაჟონვას ან თუნდაც ქიმიური შეტევის შესაძლებლობას. პარმერის ხრი თავდაცვის უფლებამ შემოიღო სტანდარტული დაცვის ზომები, კერძოდ გასცა ადგილზე შეფარების ბრძანება იმ ზონებისთვის, რომლებიც საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ. ამჟამად ტესტირება გრძელდება, რაც შეიძლება გაგრძელდეს 1-დან 2 საათამდე, რათა დადგინდეს ზუსტი მიზეზი და საფრთხის ხარისხი. და აი მედიის წყაროები იუწყებიან, რომ შეზღუდვები შეეხო მე-2-დან მე-5 სართულებს და მე-4-დან მე-7 სართულების კორიდორებს. ასევე შეზღუდულია გადაადგილება შიდა ეზოში. იქ განთავსებულია მობილური ლაბორატორიები. ასევე დაფიქსირდა სხვადასხვა უცხების სპეციალური ტექნიკის მასობრივი გადაადგილება. ასევე იუწყებიან, რომ პენტაგონის დაცვის თანამშრომლები უკვე მუშაობენ ჩაკეტილ ზონაში პროტივოგაზებით და სრული ქიმიური დაცვის ეკიპირებით. გადაუდებელი სიტუაციის ლიკვიდაციაში ჩართეს საშიში მასალების ჯგუფი, დაცვის სააგენტო, პენტაგონის დაცვის სააგენტო, ასევე არლინგტონის ოლქის სახანძრო დეპარტამენტის ჯგუფი. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, ძალიან საშიად ჟღერს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სწორედ ეხლა შეერთებული შტატები ირანზე დარქმების ახალ ტალღას ახორციელებს, ხოლო დონალდ ტრამპი ემუქრება ქვეყანას სრულად დაბომბვით და კიდევ ირანის ხარკის კუნძულისა და მთელი ნავთობის ინფრასტრუქტურის დაპყრობით. მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ასე დრამატულად არ იყო. და აი CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევაკუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც პენტაგონის სენსორულმა სისტემამ აღმოაჩინა სავარაუდო ციმბირის წყლულის არსებობა. თუმცა, როგორც CNN-ის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, სენსორული სისტემა გაუმართავი აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია ცრუგანგაში. მიუხედავად ამისა, შენობაში მყოფი პოლიციელები მაინც იყვნენ გაზის ნიღბებში და ქიმიური დაცვის სრული ეკიპირებით. ეხლა, როცა ამ თემით თქვენი ყურადღება მივიბრყარით და თქვენ კვლავ ამ გამოშვებაში ხართ, მოდით განვიხილოთ მიმდინარე მოვლენების კონტექსტი. საქმე იმაშია, რომ იმავე დღეს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის დაიკავებს ირანის ხარკის კუნძულს და სხვა ნავთობის ინფრასტრუქტურას ირანში. ეს პატარა თითქოს უნიშნულო კუნძული სპარსეთის ყურეში ირანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კორიდორია და უზრუნველყოფს ქვეყნის ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 90%-ს. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა, რომ დღეს საღამოს სამხედროები ირანს ძალიან ძლიერ დარტყმას მიაყენებენ, რადგან ორ ქვეყანას შორის ასე ვთქვათ სროლები მიმდინარეობს, ხოლო მშვიდობიანი მოლაპარაკებები საბოლოოდ ჩიხში შევიდა. შემდეგ კი ტრამპის ციტატას მოვიყვანეთ. ერთ მომენტში, უახლოეს მომავალში,
ჩვენ დავიკავებთ ხარკის კუნძულს და სხვა ნავთობის ინფრასტრუქტურის ობიექტებს და სულად ავიღებთ კონტროლს მათ ნავთობისა და გაზის ბაზრებზე. ისევე როგორც ეს ვენესუელასთან გავაკეთეთ და ეს ბრწყინვალე შედეგებს იძლევა როგორც ვენესუელისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ ირანი რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა აშშ-ს ოპერაციისთვის, რომელიც ხარკის კუნძულზე კონტროლის დამყარებას ისახავდა მისდად. და კიდევ მარტის ბოლოს იუცხებოდნენ, რომ ირანმა კუნძულზე დამატებითი პორტატული საზეინტო სარაკეტო კომპლექსები გადაიყვანა. ირანმა ასევე განათავსა კუნძულზე მახეები, ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებით. მათ შორის პირველ რიგში სანაპირო ზოლზე, სადაც ამერიკულ ძალებს შეეძლოთ გადასხდომა, თუ კი ტრამპი გასცემდა სახმელეთო ოპერაციის ჩატარების ბრძანებას. ანუ ეს იქნებოდა ძალიან ძვირადღირებული ოპერაცია, მათ შორის შესაძლოა მსხვერპლის თვალსაზრისითაც. ამავე დროს იბრაჰიმ აზიზიმ, რომელიც ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის კომისიის ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ირანი მტკიცე, გამანადგურებელ, მტკივნეულ და სამწუხარო პასუხს გასცემს, თუ აშშ მართლაც შეუტევს ხარკის კუნძულს. შემდეგ მისი ციტატა. დონალდ ტრამპი დაბნეულად და არასტაბილურად გამოიყურება. ირანი და მთელი მისი ტერიტორია, მათ შორის ხარკის კუნძული, სრულად მზად არიან. ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე იქ იმდენად მაღალია, რომ მე ვფიქრობ, მომავალში სწორედ ეს მაქსიმალური სამხედრო მზადყოფნის დონე გახდება აშკარა კუნძულზე. ეს თითქოს პასუხია იმაზე, რომ ტრამპი ამბობს, მომავალში კუნძულს დაიკავებსო. და ყველა თავისი შესაძლებლობითა და ძალით, ჩვენი შეიარაღებული ძალები სრულ მზადყოფნაში არიან, ამბობს აზიზი. ამავე დროს ირანის პარლამენტის სპიკერმა მოხამად ბაგირ ღალიბაფმა ერთ-ერთმა მოლაპარაკემ, რომელიც ამერიკელებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, განაცხადა, რომ თუ ტრამპი ხარკის კუნძულის დაპყრობა შეეცდება, ეს მთელ მსოფლიოს ძვირად დაუჯდება. შემდეგ მოყავს მისი ციტატა. არასწორი სტრატეგია და იმპულსური გადაწყვეტილებები მთელ სისტემაში სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევს. დაინგრევთ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და ბაზრებს და შექმნით უსასრულო ჭაობს, რომელშიც მრავალი წლის განმავლობაში გაიჭედებით. მაშინ თქვენ სრულიად სხვა ირანს ნახავთ. და სულ რამდენიმე საათში პირველი მუხარების შემდეგ თვითონ დონალდ ტრამპმა უცებ დაიწყო უკანდახევა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ არ არის დარწმუნებული, აქვს თუ არა ამერიკელებს სურვილი მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ჩატარების, რომელიც საჭირო იქნება ხარკის კუნძულის დასაკავებლად. ანუ რა თქმა უნდა საუბარია ხარკზე. თვითონ კუნძულს კი დაიკავებდა, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ ამერიკელი ხალხი ამაში მხარს დაუჭერს. ამიტომ ის ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა ამერიკელ ხალხს მოусმენს, დიდი ალბათობით ამ ოპერაციას გააუქმებს. აი ჯერ არ დაუწყია და უკვე თითქოს აუქმებს. მოდით ტრამპის ციტატას მოვიყვანთ. ხარკის კუნძულის, რომელიც არმუზის სრუტეში მდებარე დიდი ნავთობის ცენტრი იყო, დაკავება ჩემთვის უფრო სასურველი ვარიანტი იქნებოდა. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ამერიკას, ამერიკელ ხალხს ამის სურვილი ეყოფა თუ არა. ვფიქრობ, მათ სურთ, რომ ჩვენ სახლში დავბრუნდეთ. ირანს ძალიან უნდა შეთანხმების მიღწევა. საერთოდ, აქცია ვტილებს სვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ კომენტარებში. აუცილებლად გამოიწერეთ ეს YouTube არხი. დაალაიქეთ და დააჭირეთ ზარს, რომ მიიღოთ შეტყობინებები ახალი გამოშვებების შესახებ. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობა.